ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით პროექტის ახალგაზრდობის ხმაფარგლებში დებატების რეგიონული ჩემპიონატის დასკვნითი ტური სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში ჩატარდა. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელის სოფიო ვეფხვაძის განმარტებით ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის, ორატორობის, გუნდურობისა და სხვა თვისებებისა თუ უნარების განვითარებას. პროექტის მეორე ეტაპის შედეგად გამოვლენილი 3 საუკეთესო მოსწავლე ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი პროექტის ახალგაზრდობის სხვა ფარგლებში აქტიურად გადავედით შემდეგ ეტაპზე. ახლა წარმატებით ჩატარდა დებატების რეგიონალური ჩემპიონატი გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, რომელშიც ჩართული არიან ახალგაზრდები. ისინი გამოირჩევიან მაღალი მოტივაციით, ძალიან დიდი მზაობა აქვს მსგავს აქტივობებში მონაწილეობის და სამივე მუნიციპალიტეტში წარმატებულად გაიმართა კონსტრუქციული დებატები. გურჯაანში განხორციელდა ასეთი პროექტი. პირველად ჩემთვის დებატები იყო ძალიან მნიშვნელოვანი. განვითარების მხრივ დებატების სფეროში მეტად განვითარდი და ამასთან ერთად სხვა დადებითი მხარეც ჰქონდა ამ ყველაფერს, ურთიერთობა ჰქონდა ჩემს თანატოლებთან და ასევე ბევრი, ასე ვთქვათ, საზოგადოების წინაშე გამოსვლის შიშიც დავძლეთ და დებატების პროექტი ძალიან ბევრ რაღაცაში დაგვეხმარა.